წარმოიდგინე, რომ მიგაგდეს უკაცრიელ კუნძულზე და მხოლოდ საკუთარი გონების იმედად ხარ. 3 დღის განმავლობაში ჩვენ გავივლით უმაღლეს გამოცდას. ნადირობა, შეგროვება და გადარჩენა ცივილიზაციისგან ხელშეუხებელ სამყაროში. თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა. ყოველი წამი გამოწვევაა და ყოველი კუთხე საიდუმლოს მალავს, რომელიც უნდა აღმოაჩინო. 3 დღე, ერთი მისია. უსასრულო თავგადასავალი. მოგესალმებით ცხოვრების უდიდეს გამოწვევაში. და ნადირობა დაიწყოს. ყოველ დღე იარაღები სულ უფრო და უფრო რთული გახდება. რელიეფით სულ უფრო და უფრო რთული იქნება. პირველი დღეა და ხელში ეს ხელის შუბი მაქვს. ასე მუშაობს. აქედან იღებ, წევ წინ და მერე უშვებ და ბუმ! იმედია ასე დავიჭერ ცხოველებს. ეს პატარა ნავია, რომლითაც მომდენო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმოგზაურებთ. ურებთ. არ მინდა ძალიან გაგაწვალო, მაგრამ ყოველ დღეს სხვადასხვა იარაღს გამოვიყენებთ. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ არც ერთ ამ დღეს მშიერი არ დავჩები. ეხლა კუნძულს ვტოვებთ. დავიწყებთ სანაპიროს გასწრულ მოძრაობას. ვეძებთ სანაპიროს რიფის სისტემებს, სადაც იმედია გემრიელი რიფის თევზები იქნება. კარგი. ეხლა ამ პატარა ყურეში შევედით. ხედავთ, რომ ირგვლივ დიდი კორალური წარმონაქმნებით ვართ გარშემორტყმული. წყალი სრულიად გამჭვირვალეა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმლის პოვნას. წვიმა მოდის კაცო. ეს ნამდვილი სიგიჟეა. მოგვიწევს ცოტა მოგვიანები თამაში ძილი. კარგი, ჯობია ვცადოთ საჭმლის პოვნა და წყალში დარჩენა სანამ წვიმს. მაგრამ, ეს მოგვიანებით ნამდვილად სახალისო არ იქნება. ეს ნამდვილად ასეა. კაცო, საჭმლის მოპოვება იქ ძალიან რთულია. ამ შუბის გამოყენება ძალიან რთულია. მე პირდაპირ თამაშობ როგორც ქერის საათი, კაცო. კაც. ეს ახლა გეგმის მიხედვით არ მიდის, ბიჭებო. რაც ახლა ვფიქრობ, რადგან ამ სანაპირო რიფებზე ვერაფერს პოულობთ, მგონია რომ ცოტა უფრო ღრმად უნდა გავიდეთ და ვნახოთ თუ შევძლებთ უფრო დიდ სამიზნეს მივაგნოთ. ამ შუბით პატარა თევზის დაჭერა ძალიან რთულია. მგონია რომ ცოტა უფრო დიდზე უნდა ვცადობედი. შეიძლება ცოტა უფრო შორს მოგვიწიოს სურვა. ახალი სანაპირო რიფის სისტემა ვიპოვოთ და მე ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმლის მოპოვებას. ეხლა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ბიჭებო. საშინლად ცივა და ეხლა ჩვენს გარშემო უზარმაზარი შტორმებია. მართლა ვყინავ თითებს, კაცო. კარგი, ეხლა ხან მივედით.
ჩვენს უკან რაღაც გიჟური კუნძულებია, მაგრამ როგორც ხედავთ წვიმს. ასე რომ დღეს ცეცხლს ვერ დავანთებთ ბიჭებო. შეშა პირდაპირ დასოლდება. როგორც ჩანს, ეს კარგი ადგილია რიფის თევზებისთვის, მაგალითად ტრევალი, სკუმბრია და მსგავსი რამეები. ასე რომ ვიმედოვნებთ წყალში შევხვდებით და ვნახავთ რა არის გარშემო. მართლა გვინდა რომ რამე ვიპოვოთ სადილისთვის, რადგან ახლა ძალიან მშიერი ვართ. აღჭურვილობას ჩავიცვამთ და წყალში შევალთ. რაღაც სწრაფი და მარტივი უნდა ვიპოვოთ ახლა ბიჭებო, ძალიან მშია, მართლა. ვაუ, ძმაო, ნახე რა ატმოსფერო აქვს. ეს დაუჯერებელია. ო, ღმერთო ჩემო. ბიჭებო, ეს ძველ მიტოვებულ მეთევზეთა სოფელს გავს. შეგიძლიათ ნახოთ. და ის უბრალოდ ყველაზე სუფთა ყურეშია, რაც კი ოდესმე გინახავ ცხოვრებაში. ხუმრობთ ახლა. პალმის ხეები გვაქვს. იქ წყალი ბროლისავით სუფთაა. კაცო, ეს არის ჩვენი სადილი. ამას ჩვენ ტყავის ქურთუქს ვეძახით ბიჭებო და ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც ოდესმე მომინადირებია ცხოვრებაში. ჩემი პირადი აზრით, ეს თევზები ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია საჭმელად, რაც ყველაზე მეტად მომწონს მათში ბიჭებო, ეს მათი კანია. გაჩვენებთ როგორ ვასუფთავებთ ამათ. მართლა საოცარია. ზუსტად ნახავთ რატო ეძახიან ამას ტყავის ქურთუქს. ჩვეულებრივ, უბრალოდ ვიხეთ თანას და ასე ვიჭერთ მას. და შეგვიძლია პირდაპირ ასე ავაძროთ. მის თავზე, ზუსტად ასე. ო, კანს მოვიშორებთ. ეგ ჩვენ არ ვგირდება. მაგრამ შეხედეთ ამას ბიჭებო. შეხედეთ ამ არსების პირს. ეს გიჟურია, შეხედეთ კბილებს აქვე. არ გინდათ თქვენი თითები ამას ახლოს მიუტანოთ, პირდაპირ დაგღეჭავთ. ისე უცნაურია, თითქოს ძმაკაცო აშიშვლებმათ. მოდით, სახიდან გადავადროთ. ზუსტად ასე. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ უნდა იყოს. პირდაპირ ასე უნდა გადააძრო. ბუმი. მოიშორეთ ეს. კარგი, ხედავთ რომ ეხლა მშვენიერი ხორცი გვაქვს. მე მარტივ გზას გამოვიყენებ, რომ გავასუფთავო ისინი. დავჭრით თვალის უკან და შემდეგ დანას სხეულისკენ დავხრით და უბრალოდ ამოვიღებთ მის ყველა შიგნეულობას. და ეს პრაქტიკულად ერთდროულად მოაცილებს თავს და ყველა შიგნეულობას. ხედავთ, ეს ის ნაწილია, რაც არ ბჭირდება. თავი და შიგნეულობა გვაქვს. ყველაზე მარტივი გზა ამის გასათმენდად არის, რომ ზვიგენებს ვაჭამოთ და ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ ლამაზი ხორცის ხეულზე. აი, აქაც შეგიძლიათ ნახოთ.
კარგი, ნარჩენებს მოვიშორებთ. ამას სანაპიროს ტალღებში გადავაგდებთ მიანგებთან და ასევე ზვიგენებთან ერთად. და ჩვენ დაგვრჩა ეს ლამაზი ხორცის ნაჭრები. კარგი, ეხლა მათ მოვამზადებთ. ეხლა პალმის ხეებიდან ქოქოსებან. ქოქოსები უნდა შევაგროვოთ. წავედით. კარგი, აქ ადგილობრივი ბიჭები გვყავს. შენ აგვიცოცდები ხეზე ძმაო და მოგვიტან ქოქოს, კარგი? კარგი. გავაკეთებ, მაგრამ იცი, არ მინდა რომ მასზე უკეთ გამოვჩნდე. ასე რომ ვიფიქრე ჯობია მას ვაცალოთ, ხო ასე? შეხედე ამას, ხეს დათვივით ეხვევა, მაგრამ ის პირდაპირ მნიშვნელობით იარაღია. ეს ხე მინიმუმ 15 მეტრი მაინც უნდა იყოს. მოდის დიდი კონა. იდეალური გაცვლა. მაძლემ ქოქოსებს. მე კი შენთვის თევზს მოვიტან ძმაო. ეს საქმეა. ჩვენ ამ ქოქოს გამოვიყენეთ რომ თევზი მის შიგნით მოვამზადოთ, ასე რომ უბრალოდ შუაზე გავჭრი. მზად ხარ? უკან დაიხიე. კარგი. სრულყოფილია. აგვაქვს ლამაზი ნახევარი ქოქოსი. მოიტანე თევზი. ჩვენთან ერთად სვევლებაზე განდეგილი კიბორჩხალაც მოვიდა, მაგრამ თუ დაუსტვინებ, ისინი მართლაც გამოდიან. შეგიძლიათ ნახოთ რომ ამ თევზის ხორცი საკმაოდ მტკიცეა, რაც კარგია, რადგან ლიმონსა და სხვა ინგრედიენტებში მოხარშვისას ფორმას შეინარჩუნებს. კარგი, უბრალოდ უჭრია მათ პატარა ნაჭრებად, შეგიძლიათ აქ ნახოთ. კარგი, ჩვენი სევიჩე მზადაა. დავჯერით პატარა ნაჭრებად, ჩავდებთ ქოქოსში. შეხედეთ ამას, საოცრად გამოიყურება. კარგი, გამოვიღებთ მაჩეტეს. ეხლა ლიმონებს დავჯრით. მზად ხარ? იდეალურია. ყველაფერი კარგად გამოწურე. ამ ლიმონის მთელი მჟავიანობა მოხარშავს მთელ ხორცსა და თევზს. ეს ძალიან წვნიანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ულამაზესი სევიჩე, რომელიც ქოქოსში ლიმონთან ერთად მზადდება მიტოვებულ კუნძულზე. რა ხდება? ეს გადამწყვეტი მომენტია. ჩვენი თევზი აქვეა. ალბათ 15-20 წუთია, რაც მზადდება. ხედავთ, თევზი ლამაზად გათეთრდა. ეს ნიშნავს, რომ ლიმონის მჟავიანობამ ბოლომდე მოხარშა. ლამაზი და თეთრია. კარგი, მოდი დავაგემოვნოთ. ხორცი ძალიან მკვრივია. სინამდვილეში ძალიან გემრიელია. ოდნავ ღეჭოდია, მაგრამ სასიამოვნოდ ღეჭოდი. მართლა, ეხლა ეს პირდაპირ ოცნებაა. ჩვენი ლაიმისა და ქოქოსის თევზი გვაქვს. ჩვენ კი სანაპიროზე ვზივართ და ამ კუნძულებზე ვისვენებთ. ყველგან ჩიტებია. ცოტა ენერგიას ვიმატებთ ბიჭებო, სანამ ისევ გალოთ და გავიგებთ რა ჯანდაბას ჭამცადივად. უნდა გასინჯო. ჩვეულებრივ მათ უმი თევზი არ უყვართ. უმი, თევზი გიყვარს? არა. გიყვარს თუ არა? კარგი. არა, იყავი გულწრფელი. ვაუ. შენ არ იცი. ის წყალში მიდის რომ გადააფურთხოს. ყველა ინდონეზიელი ადგილობრივი ბიჭი ზულთ უმი თევზი. რატომ არ მოგწონს? ეს ხომ ასეთი ნაზია. ვაუ, ეს ბიჭები აქ ძალიან განებიურებულები არიან. ისინი ყოველ ჭამაზე მხოლოდ ზაღლის ბილად თინუსსა და სკუმბრიას ჭამენ, არა? კარგი, ამ ადგილს ნარმიას დავარქმევთ, ასე დავარქმევთ ახლა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები ცოცხლდება. აქ მოდიხარ, გიჟურ გამოცდილებას იღებ და მერე რეალობაში უნდა დაბრუნდე. ეხლა ისევ ღრმა ლურჯ ოკეანეში გავდივართ. გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მონსტრის დაჭერას. ვაპირებთ შუბით ნადირობას. ამ ხელის შუბით უნდა გამოვისყიდო თავი. მინდა ვნახო, შევძლებთ თუ არა რაიმე დიდის დაჭერას, ბიჭებო, ვახშამისთვის. მართლა მინდა საკუთარი თავი გამოვცადო. წავედით. ეხლა ენერგიით ვარ სავსე. თავს ძლიერად გძნობ. ძალიან კარგად გამოვიყურები. თმის გარდა ნახევრად შეჭბულ მანგოს გავარ, მაგრამ მაინც გავაგზელებთ. წავედით პატარავ. ნახეთ ბიჭებო. ეს თევზი პირდაპირ ზურგში მომაფრინდა. რა საყვარელია. შეხედეთ პატარა შეყვარებული. ვნახოთ გადარჩება თუ არა. წადი აქედან ძმაო. არა. წავიდა. გადარჩა. კარგი, ნახეთ ეს გიჟური მოწყობილობა ბიჭებო. აქ გვაქვს ჩვენი შუბი და სინამდვილეში მივაბი ჩემს ქამარზე დამაგრებულ ქოჩას, რადგან ვაპირებ სადო ვიპოვო დიდი სკუმბრია, ან იქნებ ძაღლის კბილა თინუსი და ვნახო, შევძლებ თუ არა ამ შუბით მათი დაჭერას. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ცდით. აქ გვაქვს 50 მეტრი თოკი. ასე რომ როცა ვისვრი, თოკი გაიწევა. იმედია წყალში არ ჩამithრეს და არ დამახჩოს, მაგრამ უნდა გავიგოთ. წავედით,
ლამაზი ჯიტი მზის ჩასვისას. აბსოლუტურად საოცარი თევზი. თქვენ ნახეთ, რომ ის წყლის შუაში იყო და პირდაპირ ამ შუბით დაუმიზნე და მოვართხი. კაცო ძალიან ძლიერად გაიწია. მან თითქმის მიმათრია. ესეც დავიჭირეთ, ეს ცუდი ბიჭიც. იც. ეს ფინგერმარკ სნეპერია ბიჭებო. ისინი ძალიან გვანან მანგოს ჯეკს, ოღონდ ცოტა განსხვავებულები არიან. და ისინი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ცხოველია ოკეანეში. ასე რომ ეს აქ იქნება იდეალური წვილი. შევძლებთ დღეს საღამოს ან ხვალ დილით მოვამზადოთ. სინათლეს გვარგავთ. ჩვენ ხედავ, რომ მზე ახლა ჰორიზონტზე ჩადის. დრო გვეწურება, უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც დღეს ღამეს გავათევთ. ასე რომ ამ თევზებს ხინულზე დავდებთ. დაველოდებით, სანამ იქ დაბრუნდებით და მერე მივხედავთ მათ. თქვენ ნახეთ, როგორ დამათრევდა ეს ჯითი ძმაო. გრძნობდი თავს თითქოს ჯაჭვით და ბურთით ვიყავი დაბმული და ასე დამათრევდნენ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა. თქვენ ხომ იხდით რას გულისხმობ? უბრალოდ დამათრევდნენ. არ ვიცოდი. ის ქვემოთ მიმათრევდა. ცდილობდი სული მომეთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. არ ვიცოდი რა მექნა. სიტუაციაზე კონტროლი არ მქონდა. ჯაჭვი და ბურთი ძვირფასო. კარგი მეგობრებო, ეხლა ხან ნაპირზე დავბრუნდით და ყველაფერი სავსებით ბნელია და სველი. არანაირი შანსი არაა დღეს ცეცხლი დავანთოთ. ასე რომ რასაც გავაკეთებ, უბრალოდ შევეცდები თავი მოვთოვსო. მოგვეპოვება ის თევზი, რომელიც ხვალდილით საუზმეზე შეგვიძლია მივირთვოთ და სრულიად ახალი დღე იწყება. ახალი გამოწვევები, ახალი გარემო და ცოტა ნერვიულიც ვარ. ხვალდილით, ახალი დღის დასაწყისში. ისევ გნახავთ მეგობრებო. წავედი ძმაო. უჰუ! შეხედე ამას ახლა. იდეალური პირობებია ძმაო. უბრალოდ ამ თებში მივდივართ. მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ავატარში ვარ. დაუჯერებელია. ეხლა ვისთან ვიცეკო. ჰეი! ღმერთო ჩემო. შეხედე ამ წყალს ახლა. თევზები ყველგან არიან. დილამშვიდობისა ბიჭებო. ეხლა მეორე დღეა. მივდივართ ამ სანაპიროზე და ვაპირებთ მოვამზადოთ თევზი, რომელიც გუშინ დავიჭირეთ. ვაპირებთ კარგი საუზმე მივირთვათ, რადგან დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და კიდევ უფრო რთული იარაღი ბიჭებო. ეხლა ამ პატარა ქვიშის კონძულზე ვართ. შუა არაფრისგან ბიჭებო. გუშინ ღამით დრო აღარ დაგვჭა. ვერ მოვასწარით საჭმლის მომზადება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დილით ვისაუზმებთ. ახალი დღე რო დაიწყება, მანამდე ენერგიას მოვიმარაგებთ. ის ჯიორი ერთ ადგილობრივ ბიჭს ვაჩუქეთ, რომელიც გუშინ გვატარებდა. ძალიან გახარებული იყო. მაშასე, ვაქვს ის ლამაზი მოსეს ქორჭილა, რომელსაც საუზმეზე შევჯამთ. და დღეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება ბიჭებო. ვაქვს ყველაზე გიჟური იარაღი, რომელიც ძალიან მინდა გაჩვენოთ. მაგრამ ჯერ მოდი ამ ქვიშის კუნძულზე, შუა არაფერში, ცეცხლი დავანთოთ და ყველაფერი მოვამზადოთ საჭმელად, ძალიან შია. ეს ადგილი მართლა არარეალურია ძმაო. ეს შეშა იქიდან წამოვიდეთ, სადაც გუშინ ღამით უჩებოდით. ასე რომ, აქ ამ ლამაზ ქვიშის კუნძულზე მოვიდანეთ. აქვე დავაწყობთ. რასაც ეხლა ვაკეთებ ბიჭებო, არის ის, რომ კოცონის ადგილი მოვამზადე. რაც უნდა გავაკეთო ესაა, რომ ამ შეშებს დავაწყობ და მერე აქედან წვრილ შეშას ავიღებ და ქვემოდან ჩავაწყობ. იმედია ეგეც მალე აინდება. აქ ამ ქვიშის კუნძულზე ყველაფერი ძალიან მშრალია. დაგჭირდა ცოტა დრო რო ეს აენთო, მაგრამ მაინც ავანთეთ კოცონი ამ მიტოვებულ ქვიშის ზოლზე, შუა არსად. აუ ეს რა მაგარია ძმაო. კარგი, ახლა თევზს შევცვალთ. ისე მშია ახლა. აღარ ვიხუმრებთ, პირდაპირ ცეცხლზე დავდებ ამ თევზს. ენერგია აღარ მაქვს. გუშინ თვიდან მხოლოდ ცოტა სევიჩე მაქვს ნაჭამი. როგორც ნახეთ, გუშინ საღამოს ვახშამი არ მქონია, ასე რომ ეხლა საუზმე მჭირდება. აი ჩვენი ლამაზი თევზი აქ არის. მოდი დავბანოთ. აუ რა ულამაზესი თევზია. პირდაპირ ცეცხლზე დავდებ ამას. ეს იქნება ჩვენი საუზმე. მოდი თევზს სითხე მოვაშოროთ. არ გვინდა რომ ცეცხლი ჩააქროს, რადგან ეს ერთადერთი შეშაა, რაც ამ ქვიშის კუნძულზე გვაქვს. პირდაპირ ცეცხლზე დავდებ. ნახეთ რა ლამაზია. შეიძლება რამე უკეთესი იყოს, კაცო. სანამ ეს იხარშება, ბიჭებო, გაჩვენებთ იარაღს, რომლითაც უნდა ვნადიროთ. აი პატარა წინასწარი ნახვა იმ იარაღისა, რომელიც ხვალისთვის გჭირდება. პინგ! ძირითადად ბოლოს ესეთი პატარა ეკალი აქვს. იმედი მაქვს ეს ხოლოს გაივლის და იქვე გაიჭედება. და ძირითადად ასე აკეთებ ამას. ატარებ ხრელში და მეორე მხრიდან გამოდიხარ. ზუსტად ასე. შიგნით აწყობ, მერე იღებ და შემდეგ ხელს ასე იღებ და კაჩავ. მერე კი მიზანში იღებ თევზს ან სხვა ცხოველს და უშვებ. ბუმ! იმედია ასე მოიპოვებთ საკვებს. ეს ყველაფერი გვაქვს, რომ დღეს ღამით და ხვალ დილით საკვები დავიჭიროთ. ძალიან მინდა ეს გამოვიყენო. სწრაფად შევჭამთ იმ საჭმელს, მერე კი მოვემზადებით და პირდაპირ წყალში გავალთ, რომ ვიპოვოთ სუფთა რიფის სისტემა, სადაც იმედია თევზებს დავიჭერთ. ბუმ! ძმაო, ამით ცხოველებზე ნადირობა ძალიან სახალისო იქნება.
ჰო, მგონი უკვე მზადაა. ხო, შეაბრუნე სწრაფად, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მოგწონს. ნახშირივითა და მზადა მუცელში ჩასაგდებად. ეს თევზები აქ, სინამდვილეში მოსეს პერჩი ქვია და ისინი სნაპერის ოჯახს მიეკუთვნებიან. და ეს ძირითადად ნიშნავს, რომ მათ აქვთ დიდი ქერცლები და ძალიან მაგარი გარეკანი, რაც ნიშნავს, რომ იდეალურია პირდაპირ ცეცხლზე დასაგდებად. სხვა თევზები, მაგალითად მაკრელი და მსგავსი, არ გინდა პირდაპირ ცეცხლზე დააგდო. მათ ძალიან რბილი კანი აქვთ. აი ეს აქ, როცა გაჩვენებ, როგორ გამოიხურება, როცა კანს გადავწევთ, გაგიჟდებით ძმაო. თქვენ იცით, დედოფლისთვის ღირსეულია. ეხლა ამ პატარა ხის კუნძზე დავჯდები. დაველოდები, სანამ ჩემი საჭმელი მოიხარშება. ამას ვეძახი ცხოვრებას ძმაო. ხუმრობთ? ყველამ დაწერეთ კომენტარებში ხუმრობთ? პირდაპირ აქვეშ ვარ, დრონს მართავ. აი ესე წევარ მზეზე. მაგრამ აქ არის ყველაზე გიჟური რიფი, რაც კი ოდესმე მინახავს ძმაო. და პირდაპირ კამერაში იყურება კორალის კალმახი. ეს სიგიჟეა. დრონიდან ძალიან სასაცილოდ ჩანს. თითქოს უბრალოდ პლაჟზე მკვდარი ვიდგდივარ. ო, რა არ გააკეთო, რომ ცოტა ჩრდილი იპოვო ამ წყეულ ქვიშის კუნძულზე, შუა არსად. კარგი, დრონის მართვა დავამთავრეთ. მოდი ეს თევზი შევჭამოთ, მერე აღჭურულობას ჩავიცვამთ და კიდევ სანადიროდ წავალთ. წავედით. ბიჭებო, მგონი ჩვენი თევზი უკვე მზადაა. ავიღოთ წყლის პირას წავიღოთ და ვცადოთ, ჰა? შეხედეთ. ბიჭებო, მართლა გესმით, ეგ დაწვა, ეგ ჩემი კანი იყო. ვაუ. ჩვენ თითქმის დავკარგეთ ის. და წყალში უნდა ჩამედო. არა. შეხედე ხორცს. ქვემოდან ლამაზად თეთრია. შეხედე იმ ლამაზ ნაჭერ ხორცს. ვაუ, ამბობენ რომ კაცის გულამდე გზა კუჭზე გადის. და ვთქვათ ასე, სნეპერი. ან თუთას ჩემი გული მოიგო. ეს დაუჯერებელია, კაცო. უჰუ! შეხედე მას. ვაუ! ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოკეანეში არაფერი იკარგება. ჩვენ უბრალოდ სულ შევჭამეთ ის სნეპერი. ყველა თევზი ანადგურებს მას. კარგი, მოვემზადოთ. გავარკვიოთ, სად ჯანდაბაში უყვინთავთ და შევიდეთ წყალში. წავედით ძმაო. გავაკეთეთ ეს ძმაო. თევზი დავიჭირეთ. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. ჩემი მიზანი იყო მენახა თუ შევძლებდი ტყევალის ან რამე მსგავსის დაჭერას და ამან პირდაპირ წაიღო ჩვენი შუბი. თქვენ ნახეთ, შუა წყალში რო ვესროლე და ის სულ გაგიჟდა. ეს აქ არის ის, რასაც ჩვენ წითელპირა გრუპერს ვეძახით. შეგიძლიათ ნახოთ მისი პირის შიგნით, კაშკაშა წითელია. და ისინი ამ დიდ ვედროსავით პირს იყენებენ, რასაც აქ ხედავთ. უბრალოდ ისრუტავენ თელ ნადალს. ასე რომ ეს იდეალური იქნება ცეცხლზე შესაძლოა.
უბრალოდ აქ დავდებ ჩვენს თევზს და დავჭრი. უბრალოდ მინდა რომ კარგი ნაჭრები გამოვიყვანო ამ მომზადებისთვის. აი ესე. ერთი ნაჭრი. კარგი, ეხლა ხან წავედი და დიდი ბანანის პოთოლი მოვიტანე ჯუნგლებიდან. გადავიტანთ მას ჩვენს მორებზე და თევზს მოვამზადებთ, რადგან ნელ-ნელა პირდაპირ ასე მოვაცილებ მას. გამოვიყენებთ ამ ბანანის პოთლის კიდეს. ავიღებთ ხორცის ნაჭერს და შემდეგ უბრალოდ ასე შევახოთ, როგორც პატარა პაკეტს. შეგიძლიათ ნახოთ. ბანანის პოთლის ღერო აქ მაქვს. ამას გამოვიყენებთ ჩვენი პატარა პაკეტების შესაკრავად. ჩვენი პაკეტები მზადაა, რომ ცეცხლზე დავდოთ. კარგი, ეხლა ამ ფიჩხის კარგ შეკურას ავიღებ. ეს იდეალურია. უფრო დიდი შეშა გვაქვს. კარგი, ეს შეშა დავალაგეთ. ოხ, ნელ-ნელა იწვის. ცოტა ნესტიანია, რადგან მაღალ ტავღის ხაზიდანაა მოდანილი. ცოტა დაველოდებით რომ გაშრეს. აი ამიტომაც ხედავთ ასე ძალიან რო ეწევა. ჰეი! პირველი ცდა. მოლახერხე. ეს ნამდვილად ყველაზე დაუჯერებელი რამაა, რაც ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. პირდაპირ ამ ნიჟარაში ვზივარ. ეს ჩემთვის პატარა სახლის მსგავსია ამ სანაპიროზე. ამას ავიღებ. კარგი, ცეცხლი უკვე გვაქვს, საკმაოდ დაიწვა, კარგი ნაკვეთშალი დაგვიგროვდა, წავედი და ეს მწვანე ხის ნაჭრები მოვიტანე. პირდაპირ ზემოდან დავაწყობთ. და აი ჩვენი პატარა პაკეტებიც აქვეა. ამათ პირდაპირ ზემოდან დავაწყობთ. პირდაპირ ყველაფერს ვიყენებთ ჩვენს გარშემო, რომ ყველაზე მაგარი პატარა საჭმლის მოსამზადებელი კონსტრუქცია გავაკეთოთ. ასე რომ ეხლა რაც გვინდა, ესაა რომ ცეცხლი აღარ იყოს. უბრალოდ გვინდა რომ ნაკვერჩხლებიდან კარგი ორთქლი მოდიოდეს. ზუსტად ეს მივიღეთ. ხედავთ? ნელ-ნელა ორთქლავს. ეხლა გაჩვენებთ გადარჩენის ხრიქს. როგორ შეგიძლიათ ეს გადააქციოთ ეპიკურ კერძად? პირველი რასაც ის აკეთებს, პირდაპირ შუაზე ჭრის მას ასე. და აქედან ის რეალურად კოვს გააკეთებს. შეგიძლიათ ნახოთ. და მთელი ხორცი აქვეა. ამოიღეთ ხორცი. იცით რომ ამ კუნძულებზე ვყოფილ ვარ. ვინც ამ სერიალს ბოლო 12 დღის განმავლობაში ადევნებს თვალს, იცის რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოცდილება. აქ მხოლოდ რამდენიმე დღე დამჭა, სანამ ავსტრალიაში დავბრუნდები ბიჭებო. ავსტრალიაში რაღაც გიჟური ამბები ხდება. მართლა მინდა რომ თქვენც მიყვეთ ამ ყველაფერს, რადგან ეს უბრალოდ სიგიჟე იქნება და გაგაუცებთ. თუ ჯერ არ მომყვებით, გადადით ჩემს ინსტაგრამზე და გამომყევით, რადგან იქ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაჩვენებთ. მაგრამ ყველაფერს სრულად იხილავთ ჩემს YouTube არხზე. მართლა ძალიან მიყვარხართ და ეს ცხოვრება თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ რაც შემიძლია გითხრათ, უბრალოდ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თავიდანვე ძალიან ბევრი ვიმუშავე და ვიცი რომ თქვენც ამ გზის ნაწილი იყავით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ეხლა თავს ძალიან ბედნიერად გზნობ რომ ასეთი ცხოვრება მაქვს. თქვენთან ერთად ვზიარებ ყველაფერს და კონტენტს ვქმნი. ეს მართლა ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ეს საუკეთესოა. ამ მიტოვებულ კონძულზე ამ ლამაზი კერძით დავთქმებით. მადლობა შენუფალო. ისეთი წვნიანია, ნახეთ როგორი საოცრად გამოიყურება ეს ხორცი. იდეალურად არის ორთქლზე მომზადებული. ზურგიდან ცოტას მოვწვეთ. ის პირდაპირ იშლება. ნახეთ ეს. ვაუ, კარგი, მოდი ეს გადავკლაპოთ. ეს ღმერთის ძუძუს რძეს გავს ძმაო, ეს არარეალურია. კარგი, ტრევალის 7 კულას ვაძლევ 10-დან. მოდი ამასაც ვცადოთ. ეს გროპერია, აი აქ. ხორცი ბევრად რბილი ჩანს, ვიდრე ტრევალისი. გროპერს 9 კულას ვაძლევ 10-დან. ტრევალის 100%-ით ჯობია. ამ კერძს კარგად შევეჭიდე და შევეჭიდე და ეხლა თავს ძალიან კარგად გრძნობ. ეს საოცარია. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ნავზე უნდა გადავხდეთ და გავიგოთ, სად ჯანდაბაში გვეძინება ამაღამ. ხვალ კი მესამე დღეს გამოწვევა კიდე უფრო რთული იქნება. როცა ნახავთ რა უნდა გავაკეთო ხვალ, გაგიჟდებით. წავიდეთ ნავში. წავიდეთ იმ ჰომსტეისკენ, სადაც უნდა დავბანაგდეთ. შეხედე ყველას. ძმაო, ვაიმე, თითქმის გადავარდი წინა მხრიდან. შეხედე მათ. ხო, ბიჭებო. სერიოზული არეულობა აქ. ეს სიგიჟეა, კაცო. დაბრუნდით უკან და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე გქონდა, ბიჭებო. დიდი დარტყმა მივიღეთ და საბოლოოდ მივედით იმ ადგილას, სადაც ამაღამ დავრჩებით. ეს ადგილი საოცარია, ვერ ვითმე რომ ყველაფერი გაჩვენოთ. ეხლა თავს კარგად გგზნობ, უკვე ვჭამე, წინ დიდი ღამე გველოდება და ხვალდილით, ბიჭებო, ყველაფერი კიდე უფრო გაგიჟდება. ხვალდილით, ადრე გნახავთ, ყველაფერი უფრო და უფრო რთული გახდება. ხოლო იარაღები ხვალ. უბრალოდ თქვათ რომ ეს იქნება უზარმაზარი გამოწვევა.
დილამშვიდობის საბიჭებო. ეხლა ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო ადგილას გავიღვიძეთ დედამიწაზე. ვამზადებთ ზურგ ჩანთას. ხვდებით ნავში და ვაპირებთ შევხვდეთ ტომის მონადირეებს ამ სოფელში, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ რამეს აკეთებენ. და დღეს ბიჭებო, ზღვაში დიდად აღშევალთ. შიდა ტყეში შევალთ და ერთ გიჟურ ცხოველს დავდოთ. კარგი, მგონი სადღაც აქ დავეშვებით და მერე დავიწყენთ ლაშქრობას წვიმის ტყეში, რომ ნახოთ, შევძლებს თუ არა ხორცის პოვნას. აქ ბიჭები ასე ცხოვრობენ. მათ არ აქვთ სუპერმარკეტები, არ აქვთ ფერმები, არაფერი აქვთ. ერთადერთი გზა რომ ახალი ხორცი მიიღონ, ან ოკეანეა, ან ჯუნგლები. ასე რომ, სწორედ იქ მივდივართ ახლა. წავიდეთ ჯუნგლებში საჭმლის საძებნელად. მიუყვეთ ამ ადგილობრივ ბიჭებს. წავედით. ყოველთვის საოცრად მეჩვენება, როგორ იციან აქაურებმა ზუსტად სად უნდა წავიდნენ. მაგალითად, რომ მარტო ვიყო აქ 100%-ით დავიკარგებოდი. აქ ყველაფერი არის. აქ არის გველები, ობობები, მწერები, მიკბენენ მარცხნივ, მარჯვნივ და ყველგან. მაგრამ სწორედ ამისთვის ცხოვრობ. კარგი. კარგით, შეგიძლიათ ნახოთ ეს ადგილობრივი ბიჭი აქ. მან ფაქტობრივად დააკენა ეს მახე, რომელიც ამ ხიდან იწყება და ქვემოთ ეშვება. და ხორი დგება მასზე. მახე ერთ ფეხს უჭერს. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და შეუძლიათ დაიჭირონ ის. უმეტესობა უბრალოდ მიდის სუპერმარკეტში და კიდულობს ახალ ბეკონს. მაგრამ ამ ბიჭებისთვის აქ მხოლოდ ერთი გზაა რომ მოიპოვონ ის. ფრთხილად იყავი ღორთან. შეხედეთ აქ ბიჭებო, ღმერთო ჩემო, ასეთი რამ არასდროს მინახავს. ხალხი ამბობს რომ წერების ეშინიათ. ეს პირდაპირ ხუმრობაა, კაცო. როცა ამ ჯუნგლებში ხარ, ყველგან გეცოცებიან. უბრალოდ ეჩვევი ამას. უბრალოდ იმედოვნებ, რომ ცუდი არ შეხვდება, რომელიც რამეს დაგიშავებს. შეხედე ამას. ხო გითხარი, აქედან მხოლოდ უფრო რთული გახდება მეთქი. ეს რაღაცა ცხოველის თავის ქალაა. მგონი ღორისაა. სრულიად დარწმუნებული არ ვარ. ერთმა ადგილობრივმა ბიჭმა იპოვა ეს. ჯუნგლებში კლდეზე ცოცვა და საჭმლის ძებნა. ვაუ! დღეს ჩვენი საჭმლისთვის ვშრომობთ. ეს ნამდვილად ასეა. კიდევ ერთმა მონადირემ დატოვა აქ მახე, რომელმაც ღორი დაიჭირა, მაგრამ არ მოსულა და არ შეუმოწმებია. როგორც ჩანს, აქ დიდი ხულიკები არიან, რომლებიც მოდიან და მთელ ხორცს ჭამენ. შეხედე ამას. თუ იქ ჩავარდებით, 100%-ით მოვკვდებით. ეს ზუსტად ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარია. ეხლა ამ ქედზე ჩამოვდივართ და აქ ყველაზე საშინელი სუნი დგას. კუდარი, ღორი, მატლები, ყველაფერი. ეს ყველაზე საშინელია. ხმერთო ჩემო, ეს იყო ყველაზე საშინელი სუნი, რაც კი ოდესმე მიგძვნია ჩემს ცხოვრებაში. თუ ახლავე არ გამოიწერთ არხს, პრობლემები გაქვთ. წადით და გამოიწერეთ არხი, მართლა გამოვიფიდე. ბიჭებო, ღორები სად არიან? თუ ღორებს ვერ ვიპოვით, სხვა რამე საჭმელი მოგვიწევს ვიშოვოთ. ამ წუთას ისე ვიწურები, როგორც ნიანგი ჩანთების ქარხანაში. ჯანდაბას ამ ჯუნგლებს სტოვებ. კარგი, ეხლა ხან მივედით წყლის პირას და ბიჭებმა მითხრეს, რომ აქ ნიანგები არიან, ფრთხილად ვიყო. უბრალოდ შევხედე და უთხარი, არ მაინტერესებს ძმაო, ნიანგმა თუ უნდა წამიყვანოს, წაიღოს მთელი ის ტკივილი და ტანჯვა, რაც იმ ჯუნგლებში გამოვიარე, სადაც ნიანგები არიან. მოდით ბიჭებო, წამიყვანეთ, არაფერი მაქვს თქვენთვის. ამ თუთას იმდენად დაუნატყებელი ვარ. კარგი, ღმერთს მადლობა რომ ჯუნგლებიდან აგვიყვანეს. მივდივართ აქედან. ბიჭები უკან იციან რა გამოვიარეთ ახლახანს. ეს მართლა დამქანცველი იყო, კაცო. გითხარი არ ნევდები, დღეს შიმშილით არ დავჩები. ასე რომ რეალურად დაველოდე, სანამ მზე ჰორიზონტს გადაცდებოდა. დღეში ყოფნის შემდეგ სრულიად გამოფიტული ვიყავი, მაგრამ ადგილობრივი ბიჭები ყავს და ნავს ღრმა ლურჯ ოკეანეში ვაგდებთ. რისთვის მივდივართ, ძმაო? ლობსტერის დაჭერა. ღამით ლობსტერებზე სანადიროდ მივდივართ, ბიჭებო. საჭმლის დასაჭერად მხოლოდ ხელები გვაქვს, მაგრამ ღამით მღვინთავთ ფარებით. კარგი, მზად ვართ. ეს ახლა საშინელებათა ფილმს გავს, მაგრამ ლობსტერებს ვიპოვით, ძმაო. დღეს აქედან ვერავინ წავა თუ ლობსტერს ან სხვა ცხოველს არ დაიჭერს. არ დაიჭერს. იცით რომ ამ გამოწვევას ძლიერად დავასრულებ. კარგი, ადგილობრივ ბიჭას ვეკითხები, სად მივდივართ დღეს ღამით, ძმაო? სად ვაპირებთ სანადიროდ წასვლას? ჩემ საიდუმლო ადგილას წავიდეთ. საიდუმლო ადგილი. კარგი, მივდივართ საიდუმლო ლობსტერის ადგილას. როგორც ჩანს, დღეს საჭმელი არ დაგვიჭერია. ჯუნგლებში ბრძოლა მომიწია, ხორები ვერ დავიჭირე, არაფერი დამიჭერია, ძმაო. ასე რომ, რაღაც საჭმელი უნდა ვიშოვოთ, კარგი?
კარგი. კარგი, ეხლა ღამით წყალში უნდა შევხვდე. ერთ ადგილობრივ ბიჭს ეს იარაღი აქვს. ხედავთ, ეს უბრალოდ ხის ნაჭერია და ერთი ბოლოცვეტიანი აქვს. და ძირითადად ასე ხდება. ისინი პოულობენ თევზს და უბრალოდ ჩხოლეტენ. და აკაური თევზები სინამდვილეში ღამით ძინავთ. კარგი, წავიდეთ ქვემოთ ბიჭებო. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმლის მოპოვებას. ჩვენ ეს შევძელით, კაცო. იქ ქვემოთ უბრალოდ სიგიჟე იყო. ნახეთ, ადგილობრივი ბიჭები თავიანთი პრიმიტიული აღჭურვილობით. ისინი პირდაპირ ჩხოლეტენ თევზს. ეს სიგიჟეა, ძმაო, ეს გიჟურია. და ასევე დავიჭირეთ ლობსტერიც. ასე რომ დიდი მადლობა ბიჭებო, თქვენ გვიხსენით. კარგი ბიჭებო, ეხლა უკვე ძალიან გვიანია. ხვალდილით ადრე შეგხვდებით, რომ ზუსტად გაჩვენოთ რა დავიჭირეთ. ბიჭები ბედნიერები არიან. საჭმელი გვაქვს, ძმაო. დილამშვიდობისა ბიჭებო. ჩვენ სანაპირო ბუნგალოში გავიღვიძეთ და გამოგვივიდა ძმაო. გუში ნამდვილი ბრძოლა იყო. ძალიან მიჭირდა რაიმე საჭმელი შეუნა, მაგრამ გამოგვივიდა ძმაო. კარგი, ეხლა გაჩვენებთ იმ ცხოველებს, რომლებიც მოვიპოვეთ. ესენი საოცრად გამოიყურებიან. ეხლა სიხარულით ვცახცახებ. კარგი, საბოლოოდ ორი ლამაზი ლობსტერი დავიჭირეთ. შეხედეთ ამას. ეს ფაქტობრივად მოხატული ლობსტერია. შეგიძლიათ ნახოთ მისი სხეული, მასზე ასეთი ლამაზი ნიშნებია. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს სინამდვილეში ღმერთების მიერ არის მოხატული. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ცხოველია ოკეანეში. ასევე ესეც დავიჭირეთ ბიჭებო. შეხედეთ ამას, ეს არის ჩუსტისებრი ლობსტერი. ისეთი უცნაურია, თითქმის დისკს ან რაღაც მსგავს გავს. და წყალში ასე ხტუნავდა. ამ ლობსტერს, როგორც ხედავთ, ძალიან რბილი ნიჟარა აქვს. ჩვეულებრივ ძალიან მაგარია, რაც ნიშნავს, რომ მან ახლახან ბაკანი მოიცვალა და ეხლა ბაკნის ცვლის პროცესშია. როცა იზრდებიან, ისინი ძველ ნიჟარას იცვლიან და ახალს იძენენ. ეს მათ საშუალებას აძლევს მუდმივად გაიზარდონ და უფრო დიდები გახდნენ. ეხლა დანას შევიყვან კუდის ხორცში და ნელა ფრთხილად შემოვივლი გარშემო, რომ რაც შეიძლება მეტი ხორცი გამოვიღო. აჰა, შეხედეთ ამას. ეს ყველაფერი ლამაზი ლობსტერის ხორცია. ამ ნაწილს აქ ამოვიღებ. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მათ განავალი გამოდის. და იცით რა? საუზმეზე ლობსტერის საშიმის მოვამზადებთ. ვიცი, ბევრს უქვის, რატომ უნდა ჭამო ლობსტერის საშიმი. მაგრამ აქ, ამ კუნძულებზე მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი ენერგია მჭირდება და ამიტომაც მივესტმევ. ასე რომ, ცოტა და ხორცს ავირებ. ის პირდაპირ ანათებს თეთრად. შეხედეთ ამას. კარგი, ლობსტერის საშიმი. მოდი შევჭამოთ. მართლა დაუჯერებელია, ძალიან ტკბილია. ეხლა კი ამ ჩუსტისებრ ლობსტერს ადგილობრივებს მივცემ, რადგან ვიცი, რომ ისინი ხშირად არ ჭამენ ლობსტერს. და ბიჭები მთელი მოგზაურობის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. ამიტომ ძალიან დავაფასებ მათ და ამ ლობსტერს მათ მივცემ. ბოლო რამდენიმე წელია თქვენ იცით, რომ ძირითადად აქ ინდონეზიაში ვიყავი, მაგრამ ახლა ახალი თავი იწყება. მალე ავსტრალიაში ისევ გნახავთ. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყლეთ მოწონება და გამოწერა. შეუ!